დღევანდელი დღის თემა. მოვიდა იაკობის სიქიმელების ქალაქ სალემში ქანაანის მიწაზე რომ მდებარეობს, როდესაც შუამდინარეთიდან, ასურეთიდან ჩამოვიდა და ქალაქის შესასვლელთან დაბანაკდა. 100 ცხვრის სანაცვლოდ სიქემის მამის ემორისაგან იყიდა ველის ნაწილი, რომელზეც მისი კარავი იდგა, იქ სამსხვერპლო აღმართა და ისრაელის ღმერთის სახელი ახსენა. გუშინ, კარგად დაინახეთ ჩვენი, ყოველთა ღმერთის განუზომელი კაცთმოყვარებაც, მოწაფეების სიბრძნეცა და იუდეველთა უგუნურებაც. ნახეთ, რა უდრტვინველად ალაგმა მათი უსირცხვილო კადნიერება გაამართლა თავისი მოწაფეები და მიახვედრა, რომ თავად ისინი, როდესაც გონიათ, რომ ვითომ და კანონს იცავენ, რჯულის მიზანს ვერ ხვდებიან და იმის შემდეგ, რაც უკვე აღმობრწყინდა ჭეშმარიტება, კვლავ ბნელში სხდომა სურთ. ნახეთ, რომ ქრისტე, ვისაც რჯულზე მათი უგუნური მიჯაჭულობის აღმოფხრა სათავეშივე სურდა, ჩააგონებდა იუდეველებს, რომ სიმართლის მზის ამობრწყინების შემდეგ სრულიად კარგავს ძალას ჩირაღდნის ნათება, რადგანაც მზის ნათლით გადაფარული ვეღარაფერს არგებს. თქვენ გესმით, რომ შესაძლებელია ადამიანი გამუდმებით დღესასწაულობდეს და ამისთვის დრო და ჟამი არაფერს ნიშნავს. უფალი სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ გავეთავისუფლებინეთ დროის პირობითობისგან და გამუდმებით მაღლისკენ გვესწრაფა. ჩვენი მამული ზეცაში დაგვეგულებინა იმ ადამიანებთან ერთად თავიანთი ცხოვრებით ანგელოზებს რომ ბაძავდნენ და ყოველგვარ ადამიანურ საქმეს გმობდეთ. ახლა კი თუ გსურთ იმას დაუბრუნდეთ, რაც მოსესთან წავიკითხეთ და ტრაპეზს სწორედ აქედან შემოგთავაზებთ. გახსოვთ, შევჩერდით იმაზე, რომ მესოპოტამიიდან ჩამოსული იაკობი ძმას შეხვდა, მერე კი დროებით დასცილდა მას. ამ დროისთვის ესავი სეირისაკენ გაემართა. იაკობმა კი იმ ადგილას დასცა კარავი, რომელსაც დღესაც ამ მოვლენის აღსანიშნავად კარვები ეწოდება. მომდევნო მოვლენების განხილვისას გვინდა შეძლების დაგვარად გადმოგცეთ სულიერი მოძღვრება. ბოლოს და ბოლოს, ყოველგვარი საფრთხე რომ გაილია და სიმშვიდე მოიპოვა, იაკობი მოვიდა ნათქვამია სიქემელების ქალაქ სელიმში, ქანაანის მიწაზე რომ მდებარეობს, როდესაც ასურეთის შუამდინარეთიდან ჩამოვიდა და ქალაქის შესასვლელთან დაბანაკდა. 100 ცხვრის სანაცვლოდ სიქემის მამის ემორისაგან იყიდა ველის ნაწილი, სადაც მისი კარავი იდგა, იქ სამსხვერპლო აღმართა და ისრაელის ღმერთის სახელი ახსენა. კარგად დაფიქრდით იმაზე, რასაც ამ შემთხვევაში გულისხმობს წმინდა წერილი. არიან ადამიანები, მიწიდან ოქროს ზოდებს რომ თხრიან, უკიდურესად ბევრს შრომობენ და 1000 გვარ განსაცდელს გადალახავენ იმისთვის, რომ ოქრო მიწისგან გამოაცალკეონ. და განაჩვენ მით უმეტეს არ გვმართებს, რომ ჩაუღრმავდეთ სულისმიერ სწავლებას და ჩვენი სულისთვის სასარგებლო გამიღოთ მისგან, მაშ გთხოვ, რომ ამ საკვირველი კაცის სიბრძნე გაიაზრო, რომელიც ზეგარდამო შეწევნას და თავის ქონების ზრდას ხედავდა აქ იგულისხმება ფარა, ბევრი შვილი. არაშენებდა ლამას შენობებს და არ ყიდულობდა ახალ მიწებსა და სამოსახლოებს იმისთვის, რომ შვილებს შორის გასაყოფად საკმარისი მიწა ჰქონოდა. არა და რა ხშირად იქცევიან ხოლმე ასე ჩვენი თანამედროვენი. ვიღაც, ვისაც მხოლოდ ერთი ვაჟი ყავს, 1000 ტალანტი ოქროს შეგროვებას, მიწების შეძენასა და დიდიებული შენობების აგებას ცდილობს და ამხელა სიმდიდრეს საკუთარი პატიოსანი შრომით სხვათა ხარჯზე მაინც არ შეულობდეს. თუმცა, ყველაზე სამძიმო და განსაკუთრებით საშინელი ის არის, რომ სხვის ქონებას ითვისებენ, სხვებს სტაცებენ, ატყუებენ, ეცილებიან. თუ ვინმე ჰკითხავთ, თუ საიდან მოდის ეს უგუნური ლტოლვა ფულისადმი, მაშინვე შვილზე მიანიშნებენ. ყველაფერ ამას მასზე ზრუნვით ვაკეთებო. ესენი შვილების მომიზეზებით ტყუილად და თვალთმაქცურად მაინც იმშვიდებენ სინდის. მაგრამ ხომ არსებობენ ისეთებიც შვილები რომ არ ჰყავთ და მაინც გამძვინვარებულები იღწვიან ფულის შესაგროვებლად. მათ გაცლებით მეტად ურჩევნიათ ნებისმიერი უბედურება გადახდეთ თავს, ვიდრე გაჭირვებულისთვის თუნდაც ერთი ობოლი გაიმეტონ. აი, იაკობი კი პირიქით. მსგავსი არაფერი წარმოუდგენია და უფიქრია მაშინაც კი, პატარა მინდვრის შეძენა რომ დასჭირდა, სიქემის მამის ემონისაგან მიწის ნაკვეთი 100 მონეტად შეიძინა. და ამ კაცის ღვთისმოსაობას იქიდან მიხვდი, თუ რისთვის უნდოდა ამ მიწის ყიდვა. იქ ნათქვამია სამსხვერპლო აღმართა და ისრაელის ღმერთის სახელი ახსენა. ანუ მიწის ნაკვეთი მან სხვა რამისთვის კი არა, ჩვენი ყოველთა ღმერთისადმი სამადლობელი მსხვერპლის აღსავლენად უნდოდა. ამ მართალს ჯერ კიდევ რჯულის მიღებამდე რომ ცხოვრობდა, უნდა ბაძავდნენ ისინიც კი, ვინც მადლის მოვლენების შემდეგ ცხოვრობენ და გამუდმებით სიმდიდრის შეგროვებაზე არ უნდა ზრუნავდნენ. რადგინდა მითხარ, ამხელა ეკლის ტვირთს რომ იგროვებ შენთვის და შენი შვილებისთვის, თანაც ვერ მივხვდარ ხარ, რომ ყოველგვარი ბოროტების საგანსა და მიზეს უტოვებ მათ? იქნებ არ იცი, რომ ღმერთი შენზე მეტად ზრუნავს შენ შვილებზე? თავად კი გონია, რომ განსაკუთრებულად გადარდებს ისინი და ამ დროს ყველნაირად ცდილობს საკუთარი სულის დასაღუპად საჭირო იარაღი მიაწოდო. თითქოს არ იცოდე, რომ ახალგაზრდობა თავისთავად სუსტი და ბოროტებისაკენ მიდრეკილია და რაც უფრო მეტ სიმდიდრეს მიიღებს, ყოველივე ცუდისკენ მეტად ისწრაფებს. როგორც ადვილად აალებად საგნებთან მიახლოებისას ძლიერი ალით ეგზნება ცეცხლი, ასევე ახალგაზრდა ძალიან ბევრი ფული თუ ჩაუვარდა ხელში, აალებად საგანთა მსგავსად ცეცხლივით ისე აინთება, რომ ყმაწვილის მთელი სული ერთიანად აგიზგიზდება. განა ასეთი ყმაწვილი შეძლებს უმანკოებაზე ფიქრს, თავშეკავებას, რამენაირი სათნოების, ან ზოგადად რომლიმე სულიერი საქმის კეთებას. განა არ გესმის, რას ამბობს ქრისტე. ზრუნვამან ამის სოფლის ამან და საცთურმან სიმდიდრის ამან შეაშთვის სიტყვა იგი და უნაყოფო იქმნის. და რას უწოდებს იგი ეკლებს.
როდესაც თქვა, რომ ერთი მარცვალი ეკლებში დავარდა და ეკლის მნიშვნელობას განუმარტავდა მოწაფეებს, უფალი ამბობს: ზრუნვა მან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყვა იგი და უნაყოფო იქმნის. და ამაქვეყნის საზრუნავი მართლაც რომ კარგად შეადარა ეკლებს. როგორც ეკლები უშლიან აღმოცენებას მარცვალს, თავიანთი სიხშირით ახშობენ აღმონაცენს, ასევე ქვეყნიური საზრუნავი არანებებს სულიერი თესლის აღმოცენებას, როდესაც ეს საზრუნავი სულშია ჩაბუდებული და ეკლის მსგავსად ნაყოფის გამოღებამდე ახშობს და ანადგურებს მას. საცთურმან სიმდიდრისამან ამბობს და სამართლიანად არქმევს საცდურს სიმდიდრეს, რადგანაც მართლაც რომ საცდური ტყუილია იგი. რა სიკეთე მოაქვს ამდენ ტალანტს, ფულის ასეთ სიუხვეს? მათი ქონა დიდად საამოაო. კი პასუხებენ. და რა სიამოვნებაა ეს? რა მეტყველებს ამ სიამოვნებაზე? განა მას უდროოდ არ მოაქვს მწუხარება და სხვადასხვაგვარი საწუხარი? აღარას ვამბობ მის გამო მოსალოდნელ სასჯელზე. ამ ცხოვრებაშიც კი არ არის ეს საქმე მომხვეჭელობა სიამის მომგვრელი და მას ყოველდღიური შფოთი და უსიამოვნება ახლავს. ზღვა ისე არ აღელვებს ხოლმე ტალღებს, როგორც ასეთი სული ღელავს ფიქრებითა და საზრუნავით და სძულს ყველა თავისიც და სხვისიც. და თუ კი ვინმე თავისი ქონების თუნდაც ნაწილს დაკარგავს ათასგვარი შემთხვევა არსებობს, მონათა მზაკრობა და შევიწროება ხელისუფლების მხრიდან, მაშინ კი პირდაპირ დაინახავ, რომ მათი ცხოვრება სრულიად აუტანელი ხდება. როგორი შესაბრალისია მაშინ ეს ხალხი, ვინც ყველაფერს საკუთარი სარგებლობის საპირისპიროდ აკეთებს და ქონების მოხვეჭა საკუთარი სულის დასაღუპად განუზრახავს. მაგრამ თავი ვანებოთ მათ და მართალზე თხრობას მიუბრუნდეთ. ნახოთ რა მოხვა ამას შემდეგ. იქ ნათქვამია სამსხვერპლო აღმართა მიწის ნაწილზე და ისრაელის ღმერთის სახელი ახსენა. შემდეგ კი მას სურდა საცხოვრისი სიქემში მოეწყო, მაგრამ შეხე როგორ ამჟღავნებს აქაც თავის სიმშვიდეს მართალი. რა მოხდა? გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად. დაინახა იგი სვიქემ ქორიველმა, ემორის ძემ, იმ ქვეყნის მთავარმა. წაიყვანა იგი თავისთან და დაწვა მასთან და პატივი ახხადა. გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას. ხედავ, როგორი ბოროტებაა სიყმაწვილე, თუ კი მას ღვთისმოსავი გონება არ მოთოკავს. გოგონას ერთი შეხედვა გახდა საკმარისი და სიყვარულის ვნებით მთლიანად მოცულმა დაუყოვნებლივ დაიკმაყოფილა სურვილი. ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას. რას ნიშნავს ეს? რადგანაც გოგონა სრულიად ახალგაზრდა იყო, ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რითაც მოხიბლავდა და მოატყუებდა მას. მამამის კი უთხრა: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი. იაკობმა მომხდარი შეიტყო და დინას ძმების მოლოდინში სამწყემსად რომ იყვნენ წასულები, მდუმარედ განიხილავდა ამ ამბავს, ნათქვამია: დუმდა იაკობი ვაჟების მოსვლამდე. ის იყო იაკობს ემორი ეწვია, რომ დინას ძმებიც დაბრუნდნენ, შეიტყვეს რაც მათ და შეემთხვა და განრისხდნენ და შეწუხდეს. რას ნიშნავს შეწუხდეს? ისინი დამწუხდნენ, სრულიად მოუთმენლად, აუტანლად მიიჩნიეს მომხდარი. შეწუხდნენ კაცები და გამწარდნენ ისინი ძლიერ, რადგან შეურაცხყო ისრაელი რომ დაწვა იაკობის ასულთან. ხედავ იაკობის ძეთა სიწმინდეს? მათ ეს საქმე უდიდეს შეურაცხყოფად მიიჩნიეს. ხედავ, რაგვარი სათნოებებით ზრდიდა მართალი თავის შვილებს. ემორის ძე კი თავისი თავშეუკავებლობით მამის და მთელი ქალაქის დაღუპვის მიზეზად იქცა. მაგრამ ჯერ ის მოვისმინოთ, რას ეუბნება მათ ემორი. შემდეგ კი დინას ძმების მზაკრობა ვნახოთ, რა გადაწყვიტეს მათ, როგორ გადაეხადათ დის შეურაცხყოფისათვის სამაგიერო. ელაპარაკა მათ ემორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, სვიქემს, თქვენს ასულზე. ნახეთ თავადვე როგორ მოასწავებს თავის დაღუპვას. გული შეუვარდა! ამბობს, ანუ თავისი სული მისცა თქვენს ასულში. იგი ასე იმისთვის ლაპარაკობს, რომ გოგონასადმი თავისი ვაჟის სიყვარული გამოხატოს. მაგრამ მალე დარწმუნდება, რომ ეს მიზეზი მისი და მისი ქალაქის მაცხოვრებელთა დაღუპვის მიზეზი გახდება. რადგანაც სიქემი ანთებულია თქვენი ქალისადმი სიყვარულით, მაშ მიათხოვეთ ეუბნებათ ცოლად. დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ. დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა. იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში. ნახეთ, ეს მამა თავისი ძის სიყვარულით რაკეთილად ექცევა ყარიბებს, მათ ხელს გადასცემს თავის მიწებს. ძე კი, რომელიც ხედავს, როგორ ზრუნავს მასზე მამა, რომ მისი სურვილი აასრულოს, თავის მხრიდან სხვა რამესაც დაურთავს და ეუბნება იაკობს და ქალიშვილის ძმებს. ოღონდაც მადლივ პოვოთ თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ მოგცემთ. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი. მოგცემთ რასაც მომთხოვთ. ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი. ხედავთ, რომ მამაც შვილზე ზრუნვით ყველანაირად ცდილობს მათ დარწმუნებას და ვაჟიც ყველაფერს აკეთებს ღრმა ქალის მოსაპოვებლად. ეს ის დამღუპველი ვნებაა, რომელიც აღძრავს მასზე დამონებულ ადამიანს. ყველაფერზე წავიდეს, ვიდრე ჯოჯოხეთის უბსკულში არ ჩააგდებს მას და შენიშნე. მოხუცებულმა იაკობმა, როდესაც ეს მოისმინა ემორისა და სიქემის ლაპარაკი დადუმდა, იგი არაფერს ამბობს და მოთმინებით იტანს ძალადობას მის ასულს რომ შეემთხვა. მაგრამ იაკობის ძეებმა სიქემსა და ემორს მზაკრულად უპასუხეს. როგორც ამბობს ამას წერილი,
მიუგეს იაკობის ვაჟებმა სვიქემს და მის მამას, ემორს და მზაკრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო სვიქემმა დინა, მათი და. ხედავ, რომ ერთის თავშეუკავებლობამ ქალაქის მთელ მოსახლეობას განსაცდელი მოუტანა. ისევე როგორც ხანძრისას საფრთხეშია ყველა, ვინც კი შორი ახლოს იმყოფება, რადგანაც ცეცხლი ყოველივეს შთანთქავს. ასევე ახლაც, ყმაწვილის თავშეუკავებლობა ღუპავს არა მარტო მამამისს, არამედ ქალაქის ყველა მცხოვრებს. და რაო იაკობის ვაჟებმა? ისინიც სპიერად პასუხობენ. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. თქვენ ნახავთ, როგორ შესტკივათ მათ გული დაზე. უთხრეს, ნათქვამია ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინ დაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის. მხოლოდ მაშინ დაგვემსგავსებით ჩვენ და ჩვენს თანხმობას მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ ჩვენსავით წინ დაიცვით თქვენში ყოველი მამაკაცი. ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით. ამგვარი წინადადება კეთილსახიერი და დროული ჩანდა. მაგრამ ის მზაკვრობით იყო შეთავაზებული, როგორც ამას ამბობს წერილი. და თუ კი ამის გაკეთება არ გინდათ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და გაგეცლებით. გოგონას მოპოვების სურვილით მათ მიიღეს ნათქვამი და წინადადებაზე დათანხმდნენ. მოეწონათ ნათქვამი მათ. არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. ანუ იგი მთლიანად ქალიშვილისადმი ვნებას იყო დამონებული. ქალაქის კარიბჭეში შესვლისთანავე მათ ყველა მცხოვრებს შესთავაზეს, რომ იაკობის ძეების წინადადების თანახმად ყველას წინა დაეცვითა, თვითონაც მიიღეს ეს წესი და სახლეულსაც მიაღებინეს. ქალაქის მცხოვრებლებმა დაუყოვნებლივ აღასრულეს ემორისა და სიქემის სიტყვა და ყველა სხეულზე გაჩნდა წინადაცვეთის წესის ნიშანი. როდესაც ეს სვიმეონმა და ლევიმ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო, ის ეკნათ რაც ჩაიფიქრეს. ხელში აიღეს מחვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს. რას ნიშნავს გულდანდობილად დაეცნენ? იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხალხის წინააღმდეგ მარტოს მოუწიათ გამოსვლა, ეს მაინც სრულიად უსაფრთხო იყო მათთვის, რადგანაც მოწინააღმდეგეები დაჭრილებივით იწვნენ სარეცელზე. ამის ასახსნელად წმინდა წერილი გვეუბნება. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ ტანჯავდათ ჭრილობა. სწორედ ეს ვითარება უზრუნველყოფდა სვიმონისა და ლევის უსაფრთხოებას და მათ ამოხოცეს ყველა მამრი. ანუ, ყველა მამაკაცი, ვინც წინადაცვეთის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი და ასე ვთქვათ, მოსაკლავად განწირული. სხვებთან ერთად თავს დაესხნენ იმ ყმაწვილსაც, მათიდა რომ შეურაცხყო. მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდნენ. გამოიტაცეს მათი ცხვარი და საქონელი, ბავშვები და დაბრუნდნენ ამოწყვეტილი და განადგურებული ქალაქიდან. ხედავ საყვარელო, რა ბოროტება შვა ერთი ყმაწვილის განუსჯელობამ. ხედავ რომ ამან მთელი ქალაქი დაღუპა. რადგან ეს ვიცით, ჩვენი შვილების ჟინიანობა შევაკავოთ და ხან შიშით და ხანაც დარწმუნებით მოვთოკოთ ისინი. მათ უმანკოებაზე ვიზრუნოთ, ყველაფერი ისე მოვაწყოთ და გავაკეთოთ, ყმაწვილურ ასაკში უჯერო მისწრაფებებისაგან განრიდება შეძლონ. ამისთვის, რადგანაც ადამიანური ბუნება იცის, ყოველთა ღმერთმა ქორწინება დააწესა. ამით იგი ყოველგვარ უკანონო შერევას აგვარიდებს. ასე რომ, უმეთვალყურეოდ ნუ დავტოვებთ ყმაწვილებს. რადგანაც ვიცით, თუ რა ცეცხლი ანთია მათში, საღვთო რჯულის მიხედვით დავაქორწინოთ ისინი, ვიდრე უკანონო ცხოვრებას დაიწყებდნენ. დაე, შერჩეთ მათ უმანკოება და აულაგმაობით თავს ნურასავნებენ, როდესაც საკმარისი ნუგეში ექნებათ ქორწინების სახით, მოთოკავენ ხორციელ სურვილებს და სასჯელს გაერიდებიან. მაგრამ შეხედეთ, როგორი მოქმედა მართალზე შვილების საქციელმა. უთხრა იაკობმა: თქვენ, სვიმონ და ლევი, რატომ დამღუპეთ? ამ ქვეყნის მკვიდრთათვის საძულველად მაგციეთ, რადიძიეთ შური ამგვარად. თქვენმა საქციელმა აქაურ მკვიდრთათვის საძულველად მაგცია. შემდეგ კი აცხადებს თავის შიშს და ამბობს: ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. თითქოს და ეთქვას: განა ვერ ხვდებით, რომ ჩვენც ცოტანი ვართ და შეიძლება ძალიან იოლად დაგვემართოს იმისთანა რამე, რისი ჩადენაც თქვენ გაბედით. და როგორც სიქემი იქცა მამამისის და მთელი ქალაქის დაღუპვის მიზეზად, იმავედ იქცევით თქვენ ჩემთვის. თქვენს გამო მე ყველასთვის საძულველი შევიქმნები და ამ თქვენი თავხედობის გამო ჩემს მოკლას არაფერი დააბრკოლებს. უთხრეს: მაშ მეძავივით უნდა მოქცეოდნენ ჩვენს დას. ამგვარად, იაკობის ვაჟებმა უმანკოების სახელით იძიეს შური. ისინი თავს იმართლებენ მამის წინაშე და ამბობენ: მათ შეურაცხყვეს, ჩვენს დას მეძავივით მოექცნენ. იძულებულნი გაგხვდეს, ასეთი რამ ჩაგვედინა. ეხლა ყველა წინაა გაფრთხილებული და ასე ვეღარავინ გათავხედდება. თუმცა, აქაც ღვთის განუსაზღვრელი მზრუნველობა შენიშნე მართალზე. როდესაც ნახა, რომ შვილების საქციელის შემდეგ მას აქ დარჩენა აშინებდა, ღმერთმა უთხრა მას: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე. შენ აქაური მაცხოვრებლებისა გეშინია, აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას ესავს გაურბოდი. უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და განიწმინდეთ სამოსელი. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი. მართალის მორჩილება და ღვთისმოსაობა ნახე, იქ მაგრამ მხოლოდ ამ სიტყვებმა: წადი ბეთელს და იქ იცხოვრე, აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს.
მაშინათვე შეკრიბა მთელი თავისი სახლი და უთხრა: მოიშორეთ უცხო ღმერთები. რომელი ღმერთებიო? იკითხავს ვიღაც. ხომ არ საიდან ჩანს, რომ მას რომელიღაც ღმერთები ჰყავდა? მართალი ხომ იმთავითვე ღვთისმოსავი იყო. ან იქნებ მან რაქელისაგან წამოღებული ლაბანის ღმერთები იგულისხმა და იმიტომ თქვა: რადგანაც ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთს უნდა შევწიროთ მსხვერპლი, იმ ღმერთს, ვინც ყოველთვის შემეწეოდა მე მაშ, თუ ვინმეს რამენაირი კერპი გაქვთ დატოვეთო. განიწმინდეთ სამოსელი და ისე წავიდეთ ქალაქისკენ. შინაგანად და გარეგნულად გასუფთავდით და მერე გავემგზავროთ. მარტო სუფთა სამოსით კი ნუ გამოხატავთ სიწმინდეს, არამედ კერპთა უარყოფით სულიერად განიბანენით და ისე შევიდეთ ბეთილში. და გადასცეს იაკობს ნათქვამია უცხო ღმერთებიდან დაფლა ისინი იაკობმა სვიქემში, მუხის ქვეშ. დამალა და გაანადგურაო ისინი, რომ ცდომილების მონები ცდომილებას განრიდებოდნენ და მათ ვეღარასოდეს ვეღარავისთვის ვერაფერი ევნოთ. ამ ყველაფრის შემდეგ მართალი წავიდა სვიქემიდან და გაემართა ბეთილისაკენ. მაგრამ აქედანაც ნახე, როგორ ზრუნავდა მასზე ღმერთი და როგორ ააშკარავებს ამას წერილი. როდესაც მართალი სიქემიდან გამოვიდა, ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეებს. ხედავ, როგორია განგებულება. ხედავ, რა თვალხილულია ღვთის შეწევნა. მოსახლეობა შიშმა შეიპყრო და დადევნება ვერ გაბედეს. არადა, მართალი სწორედ ამას შიშობდა და ამიტომ ამბობდა: ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ. მაგრამ შიშმა მოიცვა ქალაქის მცხოვრებნი და არ დაედევნენ იაკობის ძეებს. ასე რომ ღმერთი დახმარებას კეთილად რომ ინებებს, სუსტებსაც ძლიერებზე მეტად აძლიერებს, მცირერიცხოვანს კი მრავალზე მეტად. და არ არსებობს იმ ადამიანზე ნეტარი ვინმე, ვინც ზეგარდმო შეწევნას იღებს. და მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხით ლუსში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის. ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. ნათქვამია, რომ როდესაც ბეთელს მიაღწია, ყველაფერი ისე მოიმოქმედა, როგორც ნაბრძანები ჰქონდაო. საკურთხეველი აღმართა და ადგილს სახელად ბეთელი უწოდა. მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს მუხა გლოვისა. ხედავ, რომ ადგილს ყოველთვის იქ მომხდარი მოვლენის მიხედვით არქმევს სახელს, რათა ამ მოვლენის ხსოვნა სამარადისოდ შენარჩუნდეს. მაგრამ იკითხავს ვინმე, რანაირად მოხდა, რომ რებეკას ძიძა იაკობს ახლდა, როდესაც იგი ჯერაც ესაა დაბრუნდა მესოპოტამიიდან და არ მამასაც კი შეხვედრია. ამაზე შეიძლება ასე უპასუხოთ, რომ შესაძლოა დებორამ იაკობის ლაბანისაგან წამოსვლამდე მოინდომა ხლებოდა მას, რათა დიდი ხნის განშორების შემდეგ რებეკა ენახა. თუმცა ქალი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ შეხვდა გაზრდილს. აქ თუ თქვენც ისურვებთ, დავასრულოთ სიტყვა და იმით დავკმაყოფილდეთ, რაც უკვე ითქვა. მაგრამ დაჟინებით გთხოვოთ, რომ საკუთარ სათნოებებზეც იზრუნოთ და ყმაწვილთა უმანკოებაზეც. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქედან იშობა ყოველგვარი ბოროტება. დროთა განმავლობაში გაძლიერებული მავნე ჩვევები ისეთ ბოროტებას შობს, რომ ერთხელ გარყვნილ ცხოვრებას ადევნებულ ადამიანებს ვეღარაფერი არ წმუნებთ და ტყვეებივით იქით მიემართებიან, საითაც ეშმაკი ერეკება. ბოროტი ძალა ბოლოს და ბოლოს ხელში იგდებს მათი მართვის სადავეს და ჩააგონებს დამღუპველ აზრებს, რომელსაც ყმაწვილების სიამოვნებით მისდევენ, რადგან მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრობენ და მომავალი ტანჯვა არ ახსენდებათ. ასე რომ, გევედრებით დახმარების ხელი გაუწოდეთ შვილებს, რომ მათი დანაშაულის გამო თავად ჩვენც არ გვეწიოს სასჯელი. განა არ გახსოვთ რა დაემართა ილიმ მღვდელმთავარს, რომელმაც სათანადოდ ვერ მიხედა თავისი შვილების ცოდვებს, როდესაც განსაკურნებლად გაკვეთაა საჭირო, ექიმს კი ჭრილობის მალამოთი მკურნალობა განუზრახავს, შეიძლება ეს ნეულება საერთოდ განუკურნებლად იქცეს, რადგან შესაფერი წამალი არ გამოიყენეს. ასევე, ის მოხუცებულიც იმის ნაცვლად, თავის შვილებთან მათი დანაშაულის შესაფერისად მოქცეულიყო, შეუსაბამოდ მშვიდად მოქმედებდა. ამიტომაც დაისაჯა მათთან ერთად. გთხოვთ, გეშინოდეთ ამ მაგალითისა. თუ შვილები გყავთ, მათ აღზრდაზე იზრუნეთ. დაე ყველა მიზრუნოს მასთან ერთად მაცხოვრებელზე და თავისთვის უდიდეს მონაპოვრად თვლიდეს, თუ სათნოებების მოხვეჭაში დაეხმარება. ამით ზეგარდამო კურთხევასაც მოიპოვებს, რასაც დაე. მიუწვდეთ ჩვენც, მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა, ჩვენისა იესო ქრისტესითა რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანადიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.